ოცნების შერჩევითი სამართალი ციხე აბსურდული ბრალდებებისთვის და თავისუფლება მილიონების ქურდობისთვის. Როგორ მუშაობს ორმაგი სტანდარტი ქართულ მართლმსაჯულებაში? ხაშურის საკრებულოს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც სახელმწიფოსთვის 5 მილიონი ლარი ზიანის მიყენება და მილსადენების ორგანიზებული ქურდობა ედება ბრალად სასამართლომ 10,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა საპატიმროდან. პატიმრობიდან მის გამოშვებას პროკურატურაც დაეთანხმა, თავად პროკურატურის ინფორმაციით კი დანაშაულებრივი ჯგუფი საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან გამრეკელმა შექმნა და 5 მილიონის მილსადენები 2020-23 წლებში მოიპარა. ვრცლად მარიამ ლეკიაშვილი განაგზობს საუბარს ამ თემის შესახებ. მარიამ, გისმენთ. 10,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ხაშურის მუნიციპალიტეტში, ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი და ასევე ხაშურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და ასევე მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ორი ადამიანი. მას სახელმწიფო ბრალდება ედავებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტში არალეგალურად 5 მილიონი ლარის ღირებულების მილსადენების გაყიდვას ლევან გამრეკელი და ასევე ამ დანაშაულში მასთან ერთად ბრალდებული ორი ადამიანი გასული წლის ნოემბერში დააკავეს, თუმცა როგორც ახლა ვრცელდება ინფორმაცია, სამივე მათგანი თითოეული 10,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჩვენ ვესაუბრეთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მათ შორის ახლანდელ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარეს, თუმცა მათ ჩვენთან კომენტარისგან თავი შეიკავეს და ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. Პოზიციასთან დაკავშირებით წერილობით ვიმართეთ ჩვენს პრესს. ანუ ესე კონკრეტულად არაჟღერებთ ახლა თქვენ პოზიციას. ვებასთან არ მიმუშავია სამწუხაროდ. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო და დანარჩენი მის საქმიანობის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია და საკრებულოში თავის მოვალეობას ასრულებდა მშვენივრად და სხვა არაფერი სხვა ინფორმაცია არ მაქვს. მადლობა. შერჩევით და მოჩვენებით სამართალზე აპელირებენ ივანიშვილის მთავრობის მოწინააღმდეგეები. ისინი ამბობენ, რომ ქართული ოცნება მოჩვენებითაც ცდილობს სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ეს კონკრეტული შემთხვევაც არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ამისა, როგორც ისინი ამბობენ, ეს შესაძლოა ასევე იყოს ქართული ოცნებისგან ნიშანი იმისა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა იმყოფებიან კონკრეტულ თანამდებობებზე, ასეთ დანაშაულში მხილების შემდეგ თუ კი ისინი არ მისცემენ ქართული ოცნების წინააღმდეგ ჩვენებას და მათთან ითანამშრომლებენ, მათ გარკვეული ეს სასჯელი შეუმცირდებათ. სწორედ ამიტომ არის ახლა ლევან გამრეკელი თავისუფლებაზე. ასეთია სწორედ ივანიშვილის მთავრობის მოწინააღმდეგეების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და კორუფციის მკვლევრების შეფასება. ჩვენ ხედავთ კლასიკურ მაგალითს, როცა ხდება კორუფციული ბრალდებებით დევნა ყოფილი თანამდებობის პირების და მათთან დაკავშირებული თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების წინააღმდეგ, თუმცა როგორც შანს თუ ვინმე მოახერხებს რომ დაალაგოს ბჭყალებში ურთიერთობა არსებულ მენეჯმენტთან, რომელიცაც დღეს წარმოადგენენ პრემიერ-მინისტრი და მისი გარემოწვა, ბიძინა ივანიშვილის კარზე, ამ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ კანონი სხვანაირად მუშაობს. ანუ ფაქტია, რომ გვაქვს შერჩევითი სამართალი, გარკვეული ადამიანები არიან ციხეში ანალოგიური დანაშაულის გამო, თუმცა სხვა დანარჩენი, რომლებიც თანამშრომლობენ ან არ ვიცი რაიმე სახით სასარგებლო ინფორმაციას აწვდიან ქართულ ოცნებას და მის ამჟამინდელ მენეჯმენტს, ისინი თავს არიდებენ სასჯელს. ქართული ოცნება რეალურად არ ებრძვის კორუფციას, პირიქით ის კვლავ ცდილობს ის ადამიანები, რომლებიც დაიჭირა კორუფციის ბრალდებით, კვლავ ჩააყენოს ქართული ოცნების პარტიულ სამსახურში და ეს გამოშვებაც ციხიდან ემსახურება ზუსტად ამ მიზანს, რადგან ვითომ კორუფციასთან ბრძოლის დროს ამ ადამიანებმა ბევრი მათი მხარდამჭერი გაანაწყენეს იმ ადამიანების გვერდზე მდგომი ხალხი, რომლებიც ციხეში არიან, და ამიტომ ეხლა დაიწყება ამ ადამიანების რეგიონებში გამოშვება ციხეებიდან. ოღონდ ციხიდან გამოსვლის პირველი ასე ვთქვათ შესაძლებლობა და პირობა იქნება ის, რომ ციხიდან გამოსული კვლავ უნდა დარჩეს ქართული ოცნების სამსახურში. როგორც უკვე გითხარით, ლევან გამრეკელი და ასევე ამ დანაშაულში მასთან ერთად ბრალდებული ორი ადამიანი 10,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ უკვე თავისუფლები არიან. ისინი გასული წლის ნოემბერში დააკავეს და მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.